გადაცემის სპონსორია Erogра. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა. დღეს საშუალება მექნება რომ საკმაოდ აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში უბრალოდ ჩემ თავს წარვადგენ ილო ბეროშვილი. ხშირად როგორც სახიობს ისე წარმატგენი, მაგრამ პროფესიით სახიობი არ ვარ, თუმცა მესმის რატომაც წარმატგენენ ხოლმე. მე მიყვარს ამის თქმა, რომ ყოფილი ფეხბურთელი, ისე მინდოდა ფეხბურთელობა, რომ თუნდაც ასე რო თქვა, ჩემი თავით ასე წარმატგინო გამიხარდება და ხო, ტელეწამყვანი ასე ვთქვა და დიდი მადლობა კაც კუთხეც, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვექნება, არა მარტო ჩვენ, არამედ წინა ეპიზოდებშიც და მომავალ ეპიზოდებშიც იმედი მაქვს, ბევრი აქტუალურ თემას განიხილავენ. მაყურებელს უბრალოდ შევახსენებ, ვინც გვიყურებს, რომ კაც კუთხედი არის ეგეთი ჯგუფი, რომელიც არის Facebook-ზე, შეგიძლიათ შეხვიდეთ. და იქ ძალიან ბევრ ტაბუ დადებულ თემებზე და სხვათა შორის ისეთ თემებზეც, რომელიც შეიძლება არ არის მეტად სენსიტიური ან ტაბუ დადებული, ნებისმიერ თემას განიხილავენ, რომელიც არის რაღაც სექსუალურ ცხოვრებასთან კავშირში, ასე რომ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია რაღაცა, თუნდაც ანონიმურად რომ შეხვიდეთ და რაღაცა თქვენთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ისაუბროთ, ჯგუფი ღია, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და დანარჩენი უკვე თქვენთვის ნახოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება, კომფორტული ზონაა თქვენთვის იყოფნა თუ არა კომფორტული ზონა. იოსებ შურღაია, ექიმი, ვენეროლოგი, ფსიქოსექსოლოგი, ანდროლოგი და ფსიქოთერაპევტი. ძალიან კარგი, სასიამოვნოა. დღეს ასე ვთქვათ, სანამ დავიწყებდით ეპიზოდს, მე გითხარით, რომ ვეცდები მეთქი, რომ რახან თქვენ ექიმი ხართ, ეხა გარდაუვალი ის, რომ გარკვეულწილად რაღაც ტერმინოლოგიებიც იყოს, ხო, თქვა სიღრმისეულად რაღაც თემები განვიხილოთ. მე ვეცდები, რომ როგორც რიგითი მოქალაქე და ერთ-ერთი, მე 53 წლის ვარ, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის ძალიან აქტუალური და საინტერესოა. ვეცდები, რომ ასე ვთქვათ, სხვა რიგითი მოქალაქეების და კაცების, ასე ვთქვათ, პატარა ისეთი ამბასადორივით ვიყო და ისეთი კითხვები დასვა, რომელიც ჩემთვისაც და სხვებისთვისაც აქტუალური არის, იმიტომ რომ არც თუ ისე ხშირად გვაქვს ფუფუნება იმისი, რომ პროფესიონალთან ვისხდეთ და დავსვათ კითხვები, თან ფორმატიც ხელს გვიწყობს, არ არის 5 წუთიანი და 10 წუთიანი. მეც ჩემს მხრიდან ვეცდები, რომ შეიძლება უფრო მარტივად ავხსნა და გაგცეთ პასუხები. ძალიან კარგი. მოდით აი პირველ თემაზე, პირველი თემა რაც მინდა გითხრათ, შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი ეცოდება, სხვა კითხვას ელოდებოდნენ, მაგრამ არის ესეთი მოვლენა ფიმოზი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ეხლა ფიმოზი ჩვენ კადრის იქით ცოტა მოვასწრით ამაზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიცოდი მაგალითად საერთოდ ეს ტერმინი ფიმოზი. ვინც არის ის, მოდით პირველ რიგში ეს ტერმინი განვარტოთ, რა არის ფიმოზი, რა მოვლენა და შემდეგ უკვე გადაჭრის ხერხები და მოგვარების ხერხებზეც ვისაუბროთ. ფიმოზი. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ფიმოზი ეს არის ჩუჩის შევიწროება. ანუ კანის ნაკეცის, რომელიც ფარავს პენისის თავს. ანუ ეს დიაგნოზია? დიახ. ანუ ეს ხო ყველა კაცის მოცემულობაა თუ? არა. არავითარ შემთხვევაში. ანუ უკაცრავად, მაგრამ ახლა ჟესტით როგორ გაჩვენოთ, მაგრამ ჩუჩა უნდა გადადიოდეს. ეს კანის ნაკეთი, რომელიც ფარავს ასოს თავს, უნდა გადადიოდეს და გადმოდეს. ესე იგი რაც არ გადადის. დიახ, შევიწროება და შედეგად არ გადადის. ამის შედეგად რა ხდება? ჩუჩა კარგავს დამცავ ფუნქციას, მისი ფუნქცია არის ასო პენისის თავის დაცვა. და პენისის თავი ხდება იმყოფება მუდმივად ჩახურებულ და შევიწროებულ მდგომარეობაში ამ ჩუჩის მიერ. რასაც შემდეგ მოყვება მთელი რიგი პრობლემები. პირველ რიგში ეს არის მოშარდვის პრობლემა, იმიტომ რომ შარდვის დროს ჩუჩა არ გადადის, შარდვის წვეთები გროვდება ჩუჩის ქვემოთ და ხდება უბრალოდ ასოს თავის არაადეკვატური გაბერვა. რაც სასწრაფოდ მოითხოვს ექიმთან ვიზიტს. და ასევე მეორე, ეს არის პენისის ჰიგიენის დაცვის უკვე შეუძლებლობა, იმიტომ რომ იმყოფება მუდმივად პირველში ჩახურებულ მდგომარეობაში, როგორც უკვე ვთქვი, გროვდება ჭუჭი და სმეგმა, სეკრეტი, რომელიც გამოიყოფა მიკროსკოპიურ ჯირკვლებზე ასოს თავზე. ამის შედეგად უკვე ვითარდება ბალანიტი და ბალანოპოსტიტი, ანთება, რაც ასევე მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. და რამდენად ხშირია ეს მოვლენა? ანუ ხო დარღვევაა ფაქტია ეს, ხო? და რამდენად ხშირია ეგეთი დარღვევა? საკმაოდ ხშირი არის, ეგ ვითარდება პირველ რიგში ინფექციების დროს, ასევე შეიძლება გამოვითარდეს პაციენტებს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმიტომ რომ ამ დროს ადამიანს უაქტიურდება სოკოვანი ფლორა, განსაკუთრებით პენისის თავზე და სოკომ, ანუ კანდიდოზმა შეიძლება გახდეს ფიმოზის განვითარების მიზეზი. შემდეგ აი ამას კიდე აქვს ძალიან მძიმე გართულება პარაფიმოზი, რას ნიშნავს პარაფიმოზი? მამაკაცი ცდილობს ძალით გადაწიოს ეს შევიწროებული ჩუჩა და ხდება რა გადაწეული უკან არ გადმოდის. და ხდება აი როგორ გითხრათ, შემოჭერა, რაც იწვევს ძალიან ძლიერ ტკივილს
და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ისაჭიროება ქირურგიული ჩარევა. ზოგადად ესე იგი ფიმოზის ჯერ ესე იგი სიმპტომატიკა რო ჩამოთვალოთ ეს არის გაწითლება, შეშუპება, ტკივილი მოშარდვის დროს და ტკივილი ერექციის და სექსუალური კავშირის დროს. ფიმოზი შეიძლება ტკივილი კონკრეტულად იმ ადგილას, ხო? და არა სხვა ნაწილში. არსებობს ფიზიოლოგიური ფიმოზი. ფიზიოლოგიური ფიმოზი არის ახალშობილებში და ჩვილებში. ანუ როცა ჩუჩი არის უფრო დიდი ზომით და შეიძლება არ გადადიოდეს. ეგ ფიზიოლოგიური ფიმოზი თავისით გადის 3 მაქსიმუმ 5 წლის ასაკში. მაგრამ თუ 5 წლამდე ჩუჩის გადაწევა არ ხდება, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ანუ ეს თქვათ ის გასაგებია, რომ გარკვეულწილად რაღაცებმა შეიძლება უკვე პროვოცირება მოახდინონ და გამოიწვიონ ეს დაავადება, მაგრამ თქვენ ახსენეთ ასევე ტრამვამ შეიძლება მოახდინოს, ასევე ფსიქოლოგიურმა ფიზიკურმა ტრამვამ და გენეტიკური შეიძლება იყოს. მიდრეკილება შეიძლება იყოს, მაგრამ ის უფრო იშვიათია. ანუ ის უფრო იშვიათია, რომ დაბადებიდანვე არა, დაბადებიდან მე როგორც თქვი, ეგ არის ფიზიოლოგიურად იშვიათობა. კი ბატონო, გასაგებია და ამისი გადაჭრის ხერხები არსებობს თერაპიული მეთოდი და არსებობს ქირურგიული მეთოდიც. თერაპიული მეთოდი პირველ რიგში ბავშვებში, აი როცა მიმართავენ მშობლები, როცა ადეკვატურად და აი დროზე მიმართავენ ხოლმე, ეს არის სპეციალური ვარნიში, როცა ბავშვს ჯერ მშობლის ხელი და მერე ბავშვს ასწავლიან ნელა-ნელა გადაწევა გადმოცემას და პლუს რა თქმა უნდა შესაბამისი მაზები გამოიყენება. ანუ არსებობს რა თქმა უნდა ქირურგიული მეთოდი, ეს არის ცირკუმციზი, ანუ წინ დაცვით. ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ეს ან თვითონ ან გაუგეო სხვა პრობლემა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მე საერთოდ არ ვიცოდი ეს მოვლენა ვიცოდი ასე თუ ისე, მაგრამ თვითონ ტერმინი. მოდი ცოტა ზოგადად დავიწყოთ ახლა საუბარი, იმიტომ რომ ეს კონკრეტული პრობლემაა და კარგია რომ ეს პრობლემა ავწეროთ, აი ვისაუბროთ ზოგადად სექსუალურ განათლებაზე. ახლა ერთი რამეა რომ ჩვენ ამ ეპიზოდსაც რო ჩავწერთ, რა თქმა უნდა, გარკვეული ნაწილი ადამიანების ვიტყვიან რომ მე რა კარგია, რამდენი რამე გავიგე და რამდენი სიახლეა. მაგრამ მაინც არის გარკვეულწილად ისეთი ხალხიც, რომელიც ამ თემებზე არ მოწონს რა, ანუ მათთვის ზედმეტად სენსიტიურია, ან ყოველ შემთხვევაში რაღაცა ფობიებთან არის კავშირში და იწყებენ ძირითადად აგრესიას, ჩხუბს და ასე შემდეგ რეებზე ლაპარაკობთ. ზოგს გონია რომ რაღაცის პოპულარიზაციას ვახდენთ და რაღაცის პიარს ვახდენთ, როცა სინამდვილეში უბრალოდ იმაზე ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და ჩემი აზრით ეს საუბრები და არა მარტო ჩემი აზრით ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ადამიანების სექსუალური ცხოვრება თუ ზოგადად ცხოვრება იყოს უფრო ხარისხიანი და ნაკლები შიშები იყოს, ხო? აი როგორ ფიქრობთ დღეს საქართველოში სექსუალური განათლების კუთხით? რაიმე პროგრესი არის თუნდაც, რა ვიცი, თუნდაც ინტერნეტიდან გამომდინარე, ხო, ადრე რაღაცებთან ცოტა ადამიანს არ ქონდა. ეხლა ბიბლიოთეკაში ამ თემაზე არ წავიდა და ექიმთანაც ეხავდა მისვლა. მაგრამ ეხლა უკვე ინტერნეტი ძალიან ბევრი რამე შეუძლია გაიგოს ადამიანს. თუ არის ამ ხრივ პროგრესი და დღეს რა გური დიაგნოზი შეგიძლიათ დაუსვათ ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით, სექსუალურ განათლების კუთხით? ძალიან აქტუალური, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთული შეკითხვა და ამისით, იმიტომ რომ აი შეფასება ცოტა გამიჭირდება ამ კუთხით სექსუალური განათლების. გამი სტატისტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებული. ხო. ჯერ ზოგადად გავშლი თემას, რას ნიშნავს სექსუალური განათლება. აი თქვენ როგორც ბრძანეთ, არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამას მიესალმება, არის რომელთვისაც ეს მიუღებელი ტაბუებური თემა არის. სექსუალური და მე უფრო უწოდებ სქესობრივი განათლება, იმიტომ რომ მე მიჩვენი უფრო ნეიტრალურად მიმაწოდებ ეგ მოსახლეობას. ეს არ არის პირველ რიგში სექს სკოლა. ეს არის რა? სქესობრივი განათლება, ხო, არა, რა თქმა უნდა. იმიტომ არსებობს სექს სკოლებიც. ხო, ეხლა მე მაგალითად ერთ პერიოდი მუშაობდი კიევში და იქ არსებობს სექს აკადემია, სადაც ასწავლიან თეორიულად და პრაქტიკულად სექს ტექნიკას. და მე გამოდიხარ სექს აკადემიკოსი? არა, ნუ ახლა სექს აკადემია ცეკრი ორგანიზაციას ეძახიან, მაგრამ რეალურად მან ადამიანი პრაქტიკულ და თეორიულ სექსუალურ ცოდნას ღებულობს. პრაქტიკული ისინიც მიდის იქ? კი, იქ არის მულაჟები, იქ არის ახლა მე სადაც ნუ ერთ-ერთი კონფერენცია იყო, სექს и всё, что с ним связано, მან იყო წარმომადგენლები ამ აკადემიის და სექს ინსტრუქტორები, რომლებიც ასწავლიდნენ ერთი წამით, ანუ კარგად რო წარმოვიდგინოთ და გავანალიზოთ, რას თქვით, იქ სწავლების დროს შეიძლება დემონსტრირებაც მოხდარიყო? რა თქმა უნდა. ანუ იქ სექსი აქვს და ამავე დროს აი ნახეთ ახლა აი ეს კნესი ბატონი საიდან მოდის, აი შეხედეთ, ახლა მოდით ეს პოზა ვნახოთ და ასე შემდეგ და აუდიტორია და ხალხი უყურებს ხმებს როგორ აქვს სექსი? ანუ 6 თვიანი კურსია, 3 თვიანი თეორიული და 3 თვიანი პრაქტიკული. ვახ, რამდენ სენდომება ეგეთი ჩავარება?
აღიარეთ ეხლა. არა, ჩაბარება მათ მისაღები გამოცდები არ არის, მიდიხართ უბრალოდ და ყოველთვიურად იხდით გარკვეულ ფასს, მეტი არა. მაგრამ ის თემა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ამასთან არანაირ კავშირში არ არის. რა არის სქესობრივი განათლება? ეს არის სამედიცინო და პედაგოგიური ღონისძიებების სისტემა, რომელიც არის გათვალისწინებული მშობლებისთვის, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის და პირდაპირ როლს თამაშობს მათი ჯანსაღ დამოკიდებულებას სქესის საკითხისადმი. მეტი არაფერი. რას აკეთებს სქესობრივი განათლება რეალურად? ეხმარება იდენტობის ჩამოყალიბებაში, აყალიბებს სექსუალურ უპირატესობას და ორიენტაციას, ამზადებს პასუხისმგებლობისთვის პარტნიორულ და საკორწინო როლებში უკვე სამომავლოდ ამზადებს მშობლობისთვის როლური ფუნქციების განვითარებისას და რა თქმა უნდა ანვითარებს ჯანსაღი ცხოვრების წესების ჩვევებს. და საიდან წამოვიდა რეალურად სქესობრივი განათლება? ალბათ მოგეხსენებათ, რომ 60-იან წლებში, 60-იან წლების დასაწყისში დასავლეთ ქვეყნებში, განსაკუთრებით ეს იყო აშშ, ინგლისი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, სადაც დაიწყო ასეთი მოძრაობა თავისუფალი სიყვარული. თავისუფალმა სიყვარულმა, ერთის მხრივ ბევრი კარგიც მოიტანა, მაგრამ მეორე მხრივ ბევრი პრობლემები შეიქმნა. სექსუალური რევოლუციის დროს. ხო, სექსუალური რევოლუცია. ეს არის სექსუალური ძალადობა, ეს იყო ნაადრევი ორსულობა და აბორტები და პლუს, რა თქმა უნდა, ვენერიული დაავადებების აფეთქება. ამიტომ ამ ქვეყნებს, ზუსტად ამ ქვეყნის მეცნიერებმა შეიმუშავეს პირველი სახელმძღვანელოები და მეთოდიკური მითითებები სექსუალურ განათლებაში. თუ არის მანამდეც ერთხელ ვახსენე სტატისტიკა, მაგრამ აი რო შევადაროთ ამ ხრივ სქესობრივი განათლების კუთხით რაღაცა მაღალ საფეხურზე მყოფი ქვეყანა და დაბალ საფეხურზე მყოფი ქვეყანა. რა არის, ანუ აი მასობრივად, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ იქ ბევრად უკეთესი შედეგებია, ან თქვათ აი პოზიტივი რაში გამოიხატება ესეთ ქვეყნებში, სადაც ამ ხრივ ძალიან პროგრესულად უყურებენ. და გვერდითი ჩვენებები იმ საზოგადოების, რომელშიც საერთოდ არ არის ეს. პირველ რა არის კონტრასტი? განსხვავება არის პირველ რიგში ვენერიული დაავადებების პროცენტი, გაცილებით უფრო მაღალი არის ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლება არ არსებობს, იმიტომ რომ ხა თეორიულად ხალხმა იცის, რომ კი არსებობს თავდაცვის საშუალებები, მაგრამ არ იყენებენ ამას, როცა იქ უკვე სკოლის ბოლო კლასებში ასწავლიან, რომ არსებობს ეგეთი საშუალება, როგორც არის პრეზერვატივი, რომელიც დაგიცავდა სქესობრივი დაავადებებისგან და არასასურველ ორსულობისგან. ეს პირველი. პლუს ამასთან ერთად სქესობრივ განათლებაში შედის რა? სექსუალური ძალადობის პრევენცია. ანუ დაწყებული პატარა ასაკის ბავშვებიდან უკვე ასწავლიან როგორ უნდა სქესობრივი განათლება, ხო გეუბნეთ, ეს არ არის მარტო სექსის ეს არის ელემენტარულად გარკვეული ურთიერთობების წესებიც. საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი რა თქმა უნდა, ეს საკუთარი თავის ეს იდენტობაში ასე გვეხმარება, მაგრამ პლუს ახლა რომ არ უნდა გაესაუბრო უცხო ადამიანს, თუ უცხო ადამიანი და ასაკოვანი ადამიანი გთხოვს, რომ გენეცელი შემოდი დამეხმარე ან რაღაცა მსგავსი ის არავითარ შემთხვევაში მას არ უნდა გაყვეს, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს სექსუალური ძალადობა. ამას ბავშვები სწავლობენ შესაბამის ასაკიდან და იქ რა თქმა უნდა ბავშვებზე ძალადობის პროცენტიც გაცილებით უფრო დაბალია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხანდახან ადამიანებს გვავიწყდება რაღაცა რო კეთდება, რისთვის კეთდება. და უცხო ადამიანს ბავშვი ელემენტარულად კალთაში არ უნდა ჩაუჯდეს. ელემენტარულად. კი, იმიტომ რომ მე ვიცნობ მაგალითად ჩემი ერთი მეგობარია, რომელიც მიყვებოდა, რომ ეხლა ვხდები, რომ ადრე, როცა პატარა ვიყავი ბავშვობაშიო, თინეიჯერობაშიც მათ შორის, როგორ მეფათუნებოდნენ, ანუ რა უკანა რიცხვით აღიქვა ბევრი რამ, იმიტომ რომ როცა მაშინ პატარა იყო, მაშინ ვერ ხვდებოდა. ვერ ხვდებოდა რაზე იყო ლაპარაკი და ეხლა ხდება. შეიძლება ოჯახის ახლობელი იყოს, ნაცნობი ადამიანიც კი იყოს და ისე აკეთოს ეს ყველაფერი, რომ შენ ეჭვიც კი არ გაგიჩნდეს. მაგრამ ხო, ანუ რეალურად ეს პრობლემა არსებობს. როგორ გითხრათ, არაერთხელ მიმუშავია პაციენტებთან, რომლებიც იყვნენ ანუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის ახლობლებისგან. აი ეგ არის ძალიან ისეთი ხშირი შემთხვევა საკმაოდ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ასეთი შემთხვევაც, როცა გოგონა იყო ვერ გაიგო, რა თქმა უნდა, მე დნმ ტესტით იყო დადგენილი, მაგრამ ვერ გაიგეს გოგონა ვისგან იყო ორსულად, ქმრისგან თუ ორი მაზლისგან თუ მამამთილისგან. ანუ ერთდროულად ცხოვრობდა ყველა მამრობითი სქესის ოჯახის წევრთან.
ანუ ყველასთან ცხოვრობდა და თან მქონდა სექსუალური ანუ კავშირი. უფრო ქმრის უმცროსმა ძმამ განახორციელა სექსუალური ზაღადობა და მე თან ძალადობა იყო, ხო, ძირითადად. თქმა უნდა ხა თავისნებით ეხლა არა, ნუ არის ეგეთი შემთხვევები. კი არის ეგეთებიც, მაგრამ ეგ არის ამ შემთხვევაში ძალადობა იყო. და შემდეგ უკვე ყველა მამრობითი სქესის, ამ ოჯახის ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ ადამიანებს აი რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ თუნდაც ასეთ პროექტებს, ან თუნდაც ასეთ საუბრებს ნებისმიერ ფორმატში. ხალხო არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა თემები და რაღაც თემებზე საუბარი მიდის იმიტომ, რომ ეს ემსახუროს უკეთესობას, ანუ უკეთესობისთვის ადამიანის მეტად დაცული რო იყოს, მეტი ინფორმაცია რო ქონდეს, ხო? და ასე შემდეგ. ანუ მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ იყოს უკეთესობა და აი ესეთი ძალადობის ფაქტები იქნება თუ სხვა რაღაცა ტრაგიკული სცენარით განვითარებული მოვლენები არ მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის და მნიშვნელოვანი. მან ზოგადადაც ჯანსაღი ცხოვრების წესების მიჩვევა ბავშვობის ასაკიდან. აბარა. მაგ დროს ახლა რა თქმა უნდა ბავშვებს უხსნიან რომ რა გავლენა აქვს ნარკოტიკებს, რა გავლენა აქვს სიგარეტს, რა გავლენა აქვს პორნო ინდუსტრიას, მათ ფსიქიკაზე. ეს ყველაფერი მიეწოდება, ოღონდ ეს უნდა მიიღოს მიწოდებული სპეციალისტის მიერ, რომ ეს იყოს ადეკვატურად. აი თქვენ ახლა ახსენეთ თქვათ დამოკიდებულების დროს ადამიანის თქვათ პრობლემები სექსუალური ცხოვრების კუთხით, ამასაც შევეხებით აუცილებლად თუმცა თქვენ ასევე ახსენეთ პორნო ინდუსტრია. მოდი ამ თემას შევეხოთ, რა გავლენას ახდენს ადამიანზე, არ ვიცი, რომ რა ითვლება ხშირად, ან საერთოდ ზოგადად პორნოს ყურება როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და მე ვთქვათ, თუ არსებობს რაღაცა ნორმა და გადაჭარბებული კიდე რა არის. აი ამაში გავერკვეთ კარგად პირველ რიგში. არსებობს, აი ძალიან სწორედ დასვით შეკითხვა, არსებობს ნორმა და არსებობს გადაჭარბებული. ნორმას, აი ხა რას გულისხმობთ? ჩვენ ფსიქოსექსოლოგები, ასევე სექსოლოგები ხანდახან პაციენტს უნიშნავენ კიდევაც ან ეროტიულ, ან პორნო სცენარის ფილმების ყურებას. რატომ? როცა ადამიანს აქვს სექსუალური ცხოვრების მიუღებლობა, ან გარკვეული კომპლექსები სექსუალურ ცხოვრებასთან და არა ლიბიდო დაგდებული? ეგეც მაგ დროსაც. ანუ საჭირო არის რა პირველ რიგში გონების ეროტიზაცია. გონების ეროტიზაციისთვის საჭირო არის ვიზუალური ეფექტი. ანუ მაგ დროს უყურება, ანუ ადამიანი უყურებს ან ეროტიულ, ან პორნო ფილმს. უпростоოდ როლიქს ჯობია, იმიტომ რომ ხა საათნახევარი 2 საათი ეს მაინც დატვირთვა არის. რითი განსხვავდება ხა ეროტიკა პორნოსგან ალბათ იცით, ხო? ხო, რა თქმა უნდა, სასქესო ორგანოები ჩანს იქ არის. მაგრამ ეხა გადაჭარბებულად, რა თქმა უნდა, პორნოს ყურება იწვევს პორნოფილიას, პორნო დამოკიდებულებას, რასაც შემდეგი პრობლემები აქვს. ეს არის გონებრივი პრობლემები პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანს, აი როგორც ნარკოტიკით მოხმარებას, ხო? აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ პორნოს ყურება, ის იმას ერთი სული აქვს, აი მუშაობს თუ ახლობლებთან, როდის გამმარტოვდება ტელეფონთან თუ ლეპტოპთან, ან კომპიუტერთან, რა ვიცი, ნებისმიერ საშუალებასთან რომ უყუროს პორნო. მისი გონება მხოლოდ და მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული. დამოკიდებული. და ხდება დამოკიდებული. შემდეგ ამას უკვე მოკლდება რა პორნო დამოკიდებულება და მასტურბაცია. ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანს უკვე მასტურბაცია ეკრანთან ურჩევნია, ვიდრე ჩვეულებრივი სექსუალური კავშირის დამყარება. ძალიან ხშირი არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები. ანუ რაღაც ვირტუალურ სამყაროშია და ეგ მისთვის უფრო კომფორტულია. რატო აი შეიძლება ეს კავშირში იყოს იმასთან, რომ თქვათ უფრო ადვილი გამოსავალია ამ ხრივ რა, იმიტომ რომ თქვათ ადვილი გამოსავალია და მაგ დროს უფრო როგორც ახლა მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მქონდა მუშაობდი ეგეთ ხალხთან, პორნო დამოკიდებულ ხალხთან, მე უფრო ფანტაზიობ და წარმოვიდგენ სხვა ადამიანს. აი უამრავი ის იმყოფება ვირტუალურ სამყაროში და უკვე აი რეალურ ადამიანთან კავშირი აღარ აინტერესებს. მე ერთხელ ერთ გადაცემაში ავწერე ეგეთი შემთხვევა, კიევში ერთი გოგონა მუშაობდა, გაიცნო იტალიაში მამაკაცი, რომელთანაც ჰქონდათ ჯერ ჩვეულებრივი მიმოწერა, მერე სექსუალური მიმოწერა, ასე ვთქვათ, კამერის წინ ორივე კმაყოფილდებოდნენ მასტურბაციით, ერთმანეთის ყურებით და შემდეგ ამ გოგონამ აიღო შვებულება და გაფრინდა იტალიაში. რომ ის მამაკაცი არ შეხვდა. ანუ რო გავდაურეკა, ამან რისთვის ჩამოხვედიო, მე როდის გითხარი რომ შენი ნახვა მინდა. ანუ იმდენად იყო უკვე გადართული ვირტუალურ სამყაროში, ცოცხალ ადამიანთან ლაივში შეხვედრა აღარ აინტერესებდა.
მოდი ვთქვათ, სანამ აი და კონკრეტულად. პლუს კიდე ბოდიში რომ კი არა, გაწყვეტინებთ, არსებობს კიდე რა, ეხლა რასაც ეხლა ეძახიან მძიმე პორნოს, ეს უფრო განსაკუთრებით აღვირახსნის სექსი, მძიმე პორნო არ არის. შემდეგ ადამიანი როცა უკვე აი ამას ეჩვევა, შეიძლება გადავიდეს უფრო მძიმე პორნოს ყურებაზე. რას ნიშნავს მძიმე პორნო? მძიმე პორნო ეს არის პორნო, რომელშიც არის ჩართული ძალადობის ელემენტები. ან არის სამი საფეხური. პირველი საფეხური არის გაუპატიურება, მეორე საფეხური არის სექსი და ცემა, მესამე საფეხური არის სექსი მკვლელობით. აი როცა ადამიანს უკვე აი ესეთი ძალაბროდობრივი სცენები აინტერესებს და უფრო იზიდავს, მე მყავდა სამწუხაროდ ეგეთი 17 წლის მოზარდი, რომელსაც არ ვიცი ხა ხო გესმით ხა პატარა მოზარდებს უფრო მეტი უნარი აქვთ კომპიუტერთან უფრო სამწუხაროდ დარკნეტში აი თქვენ რას თქვით უფრო დარკნეტზე და ინტერნეტ ჩავბაზარზია ესეთი რაღაცები და ლეგალური ეგ არა მაგრამ ხო გეთანხმებით რომ მეტად შეუძლიათ რა ვიცი რაღაცნაირად მიიღო და აი პირველად რო უყურა ამას მე აღიგზნო და სულ ეგეთ სცენარებს უყურებდა და მომიყვანე მშობლება რატო იმიტომ ქალთან კავშირი არ აინტერესებსო მაგრამ ისე არ იქნება როგორც ალბათ ხა იმათ რა იცოდნენ რაზე ხო იმათ არ იცოდნენ ამან მომიყვარო მე მაინტერესებს ხოლმე ეს და აქედან გამომდინარე პოტენციური მოძალადე ისდება. აი ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. აი ნახეთ მეგობრებო, ჩვენ რა ხა ამ თემაზე ვსაუბრობთ არა? ანუ ვიღაცა ვინც გვისმენს და შეიძლება იგივე პრობლემა აქვს. აქ რასაც ვისაუბრებთ არის მისთვის. იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები საიდან მიიღებენ, ასე ვთქვათ, ხო? მარტო ინტერნეტი კი ბატონო, ბევრი ინფორმაციას მიიღებ, მაგრამ ინტერნეტში ძალიან ბევრი არის რამე არის გასაფილტრი. ერთ-ერთი პრობლემა და გვერდითი ჩვენება იმიტომ რომ რადგან შეიძლება კიდე არასწორი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეიძლება არასწორი მიმართულებით წავიდეს სექსუალური განვითარება. და მე ვიცი მაგალითები სხვა კუთხით თუნდაც, როდესაც ადამიანები ჩაწერენ, დასერჩავენ და წყარო საერთოდ არ ამოწმებენ და ვიღაცა კონკრეტული ერთი ადამიანი შეიძლება რაღაცა ნაზრების სტატიის სახით იყოს, ამ ვლოგერის, თქვათ და არ იყოს არც თუ ისე კომპეტენტური იყოს მისი ნაზრებები. ამიტომ ჩვენი საუბრის ერთ-ერთი კიდე მიზანი არის ის, რომ თუ ვიღაცა არის, ხო, ჩვენ არ განვიკითხავთ, უბრალოდ პრობლემას აღწერთ. 17-18 წლის ბიჭი, რომელსაც შეიძლება ესეთი მიდრეკილებები აქვს, ეხლა რო საუბრობთ, ამას გაიგებს, გაანალიზებს და ნუ უბრალოდ ყველა მარტო ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ შემდეგ შეიძლება დაფიქრდეს და ფაქტიურად, პოტენციურად ასეთი საუბრებით შენ ადამიანს ხელს უწყობ, რომ უფრო ნათელ მხარეზე იყოს და თქვათ რაღაცა შავი ბნელი რაღაცა გრავიტაციის იმაში არ მოხდეს და რაღაცისკენ ანუ აი ეს არის მიზანი და არა ის რომ რაღაცა თქვა ჩვენ ვინმეს ნერვებზე ვითამაშოთ ან ვინმეს პროვოცირება მოახდინოთ ხო კი ბატონო ანუ მოდი ესე ვთქვათ რა არის სიმპტომები ადამიანის რომელიც არის პორნოზე დამოკიდებული და თუნდაც ადრეული სიმპტომები რა არის ანუ როგორი შეიძლება ადამიანმა პირველი სიმპტომები დაინახოს რა სიმპტომებია ეს და აქედან გამომდინარე მე იქნებ უფრო მეტად შეძლოს თავი და პირველ რიგში რა არის პირველი სიმპტომი როცა პორნო კონცენტრაციაც პრობლემაა მისთვის ხდება პრიორიტეტული ну ეს არ არის ერთ-ერთი ცხოვრების ერთ-ერთი ანუ ცხოვრების ნაწილი ანუ ეს არ არის ხა როგორც ხა ну ხან შეიძლება ადამიანს მოუნდეს და ასე ვთქვათ რა ვიცი სექსუალური ერთ-ერთი განთვისთვის ნაირსახეობა გქონდეს მაგრამ როცა ეს უკვე ხდება პრიორიტეტული და თანდათან უფრო მძაფრდება იმიტომ რომ ეს უკვე ხდება ეს უკვე გადადის ანუ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უკვე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ემატება ფიზიოლოგიური დამოკიდებულება რაც გადადის მუდმივ პორნოს ყურების მოთხოვნაში და ანუ როგორ გითხრათ ადამიანი უყურებს ყოველდღე მერე ცდილობს მაქსიმალურად ამისთვის გამოყოს დრო ეს იქნება ოჯახის სამსახური თუ როდის ნებისმიერ მომენტში ფიქრობს მხოლოდ ამ პორნოს ყურებაზე რაც უკვე ნუ ვიღაცა შეხვედრაზე თუ შეიძლება 5 წლის გავალ მოვალ შეიძლება გარკვეულწილად ესეთი შემთხვევებიც არის კი დამოკიდებული პაციენტი რომელიც სამსახურში შეექმნა პრობლემები იმიტომ რომ ის თავის საქმეს არ აკეთებდა და უყურებდა პორნოს მაგას და მუდმივად ახლა ერთხელ მეორედ მესამედ ვერ მოსწორ მაგრამ მუდმივი ხასიათით უკვე მიაქციეს ამას ყურებდა ვინ არიან რისკ ჯგუფებში და ამით ამოვწუროთ კონკრეტულად აი პორნოზე საუბარი ვინ არიან პირველი ყველაზე მეტად უფრო რისკ ჯგუფებში რომ გახდნენ პორნოზე დამოკიდებულები თუ ასე ვთქვათ ну ისეთ რა არის ახლა რისკ ჯგუფი კონკრეტულად ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მე ხა ვერავის შეურაცხყოფას არ საკობრივად, არც ისე, არც ასე, აბსოლუტურად ისე, ხო? ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება იყოს დამოკიდებული პორნოზე. კარგით, მოდით აი დამოკიდებულება რო ახსენეთ, მე როგორც ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეს პრობლემა და საკმაოდ მძიმეთაც თავის დროზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და ესეთი მძიმე ნარკოტიკებთანაც ჰქონდა და დამოკიდებული ყავ მძიმე ნარკოტიკებზეც. ხო, აი, დამოკიდებულ ადამიანებს კიდე სხვანაირად, კიდე სხვა პრობლემები აქვთ.
მეც მქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან, როგორ თქვა, სუეჭვის თვალით უყურებდი, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში რაღაცა დამოკიდებულების დროს, რა თქმა უნდა, გააჩნია პრეპარატებსაც, მაგრამ გარკვეულ პრეპარატებზე საერთოდ ლიბიდო გივარდება, ანუ არანაირი სურვილი არ გაქვს, ერთხელ ჩემ ნაცნობს ველაპარაკებოდი და მეუნებოდა, რომ მეუღლეყავდა და ანუ ტვინით ხვდები, რომ მინდაო, ანუ ტვინით მინდაო, ასე ვთქვათ, და ხვდები, რომ ეს საჭიროა, მნიშვნელოვანია, თუნდაც მეუღლე სჭირდება, მაგრამ აი ესე ბუნებრივად, ნუ არა. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს ადამიანი დამოკიდებული. აი თქვენ ახლა რა მითხარით? მეუღლეს სჭირდება. ხო, ანუ ვიცი და ხვდება რომ მეუღლეს და თვითონ სჭირდება? ხო და არა. თვითონ არ უნდებოდა. ტვინით ხვდებოდა რომ ეს უნდა, თქვა, ან ტვინით ხვდებოდა რომ ეს მისთვის საჭიროა, ან თუნდაც ტვინით იმას ფიქრობდა რომ ვა, რაღაცა არ შეიძლება ესე რა, რაღაცა შეიძლება ვერ აყალიბებდა ესე თქვა, თავის თავთან ბოლომდე გულწრფელი არ იყო, ან უბრალოდ შეიძლება სიტყვურად ისე ვერ ჩამოაყალიბებინა რაღაცა როგორც პროფესიონალი დიაგნოზი საკუთარი თავისთვის. და ესვა, მაგრამ ეს რაღაც შიშსაც აღძრავს. ხო და არის მართლა ეგ პერიოდები, იმიტომ რომ რაღაცა პრეპარატებზე მეც გქონია რა, რაღაც პრეპარატებზე შეიძლება პირიქით. მაგრამ რაღაც პრეპარატებზე გაქვს ის რომ აშკარად აი რაღაცა იქ ერთი ცუდი შემთხვევა დაგემართა, ის უკვე გაშინებს. მერე ეგრეთ წოდებული რაღაც თავდაჯერებულობა, კონფიდენსი აღარ გაქვს ისეთი. მერე რაღაცნაირად მართლა არ გინდა რა თითქოს. ნუ რა თქმა უნდა ეს ნარკოტიკის ბრალიც არის, იმიტომ რომ იქიდან მიღებული სიამოვნება გარკვეულწილად გონია რომ შეიძლება გიკომპენსირებს, მაგრამ რიგ ძალიან ბევრ პრობლემასთან არის კავშირში. მერე ადამიანი რატოა ეგ ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მერე ადამიანი რომელიც დამოკიდებულია და ამ პრობლემებს ეჯახება, ისევ ამ პრობლემიდან გაქცევის მიზნით კიდევ უფრო მძიმე ან შეიძლება უბრალოდ ისევ იმ ნარკოტიკებშია რომ ეს დაივიწყოს, ამაზე არ იფიქროს, გაწელოს, ასე ვთქვათ, ისედაც ჩვენთან ძალიან სენსიტიური და ტაბუდადებული თემა. გაქცევა და ეს იმისათვის რომ ამაზე არ იფიქროს, არ დაიგროვოს და ასე შემდეგ, იწყებს კიდევ უფრო მეტად შეტოპვას არაჯანსაღი ცხოვრების წესში რა. ამას მე მოყვება ოჯახების ნგრევა, შემდეგ უკვე ძალადობა, გარკვეულწილად ეჭვიანობის სცენები, იმიტომ რომ როდესაც ეს პრობლემა ადამიანს აქვს, მას შეიძლება უყვარდეს კაცო თავის პარტნიორი და საერთოდ არ იყოს ეს პრობლემა იდეაში, მაგრამ ნარკოტიკმა გამოიწვიოს ეს. მერე უკვე პარტნიორიც ზართული თუ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ის ვერ ხვდება, იქნებ მასშია პრობლემა, ხო? იქნებ მე აღარ უნდივარ, იქნებ მე ვეღარ ვახსნებ ადამიანს. მერე ეხა ეს როგორ უნდა აუხსნა, ხო? ანუ რაღაცნაირად. რა ვარ სასურველია. კი ბატონო და თან კიდე ამავე დროს დეფიციტიც არის ეხა საქართველოში წყვილებისგან გულწრფელი საუბრის. ვითომაც ან გამოუცდელია, ან ზედმეტად ოლდსკულია თქვაც და რაღაცები არ მოსულა უბრალოდ ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ფაქტიურად ადამიანები რომლებიც თანაცხოვრებენ ერთი თავის ამბავში განიცდის ძალიან, მეორე თავის ამბავში. ამას მე მოყვება შეიძლება მოყვეს ღალატი, იმიტომ რომ ერთმაც და მეორემაც გადაწყვიტოს რომ ვიღაცა სხვასთან უნდა დატესტონ, რომ დარწმუნდნენ, იმიტომ რომ ერთია რომ შერცხვე ვიღაცა უცნობთან, მეორეა რომ თქვა შერცხვე შენ რაღაცა განუყოფელ ნაწილთან. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემები მოსდევს თან. ცოტა გძლად გავამდის, მაგრამ მე ხლა მინდა უბრალოდ რომ ის ადამიანები რომლებიც გვისმენენ ნახონ პირველ რიგში მე მქონია, ანუ მე რასაც ეხა ვამბობ, ეს არ არის ჩემი რაღაცა დაკვირვების შედეგი მხოლოდ. პირველ რიგში საკუთარ თავზე რაც გამომიცდია, იმას ვამბობ. შემდეგ ვამბობ უკვე იმას, რაც სხვებს. ამიტომ მეც მქონია რაღაცა შიშები, რომ რა მჭირს, რატო ვარ ესე, რატო არ მინდება და ასე შემდეგ. ან ყოფილა გადაჭარბებულად რაღაც ნარკოტიკებზე პირიქით, გადაჭარბებულად რაღაც ამოგანგლული, აი ეს რაც თქვენ თქვით პორნოებიც ძალიან ისეთ ინტენსიურ სახეს იღებს და ნუ მოკლედ იქ პირიქით რაღაცა ძალიან ატკინებული, აჟიტირებული, მაგრამ ერთიც და მეორეც არის პრობლემატური. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მინდა თქვა თქვენ ძალიან კარგად აღწერეთ და დასამატებელიც ახლა ძალიან ცოტა გადამჭია, მაგრამ რეალურად მე შემიძლია თქვა რომ არის პრეპარატები, რომლებიც პირიქით უფრო აძლიერებენ ლიბიდოს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული დრო. როგორც სიტყვიან ახლა რუსულად ეროთ და პარიდავრემინი. ხო, იმიტომ რომ მე ნებისმიერი პრეპარატის შემდეგ საბოლოო ჯამში ხდება ლიბიდოს კლება. კი ბატონო. და კიდე აი ბოდიში ამასაც დავამატებ აუცილებლად, იმიტომ რომ რას თქვენ თქვით, აი ზუსტად მაგის ილუსტრაციისთვის. რაღაცა გარკვეულ ნარკოტიკებზე არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც ლიბიდოს, რა თქმა უნდა, ან ცაში აყავს ხარესე, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკა აღარ გიწყობს ხელს. იმიტომ რომ მაინც იქ დოზებზეა, იმაზეა, ორგანიზმი იფიტება, იღლება და ასე შემდეგ. რაც ასევე კიდე დიდი პრობლემაა. და კიდევ არის მაგალითად ესეთი რამე, რომ სადღაც ისე ეჩვევი, ანუ შენ იმ მომენტში 100 მაგათაღი ქოს სიამოვნებას გარკვეულ პრეპარატებზე. არ მინდა მე ხა პრეპარატების ჩამოსვლა, მაგრამ ვინც გვისმენს, ყველა ძალიან კარგად მიხვდება, ხო, რაზეა საუბარი. ასე ვთქვათ. და როდესაც შენ ეჩვევი
ამ დოზის სიამოვნებას, ეიფორიას ერთი წამით არავინ არ დაუშვათ, რომ ეხლა სექსუალური სიამოვნება და ეიფორია ჯამდება, ადამიანი ღებულობს აი ეფექტის მოლოდინში უკვე მუდმივად ცდილობს მოეხმაროს ეგ. და იმის თქმა მინდა რომ მარტო სექსთან კი არა, რაღაცა ნარკოტიკებთან, უფრო კლუბურ ნარკოტიკებთან და ასე შემდეგ, ადამიანი უფრო ეიფორიაში ხარ, უფრო აჟიტირებული ხარ, საუბრობ ბევრს, ყველა თითქოს გიყვარს, ხარ კარგად, ასე ვთქვათ, ჭყალებში ხო. მაგრამ შემდეგ უკვე ფხიზელ მდგომარეობაში ხარ 100-ჯერ უფრო ცუდად. და რეალურად გამოდის ის, რომ შენ და სექსსაც იგივე ეხება. როდესაც შენ გარკვეულ პრეპარატებზე, რომლებიც ჭყალებში რო ამბობენ რომ სექსი ხდება, იღებს სიამოვნების ძალიან დიდ ნაკადს, შემდეგ უკვე გონია რომ მის გარეშე აღარ აქვს მუღამი ასე ვთქვათ რა და აღარ არის ისეთი სიამოვნება და თან კიდე ისიც უნდა ითქვას რომ ნარკოტიკებთან ერთად ადამიანი ხო რა თქმა უფრო მეტად გაბედულის თითქოს არის, უფრო მეტად რაღაცა, მაგრამ ერთი წამით არავინ არ ჩათვალოთ რომ მე ახლა ოდნავ მაინც პოპულარიზაციას ვახდენ იმისას რომ თითქოს ნარკოტიკზე აი ისეთი სიამოვნება არაფერი, მეგობრებო, ძალიან ილუზორულია. შეიძლება კი ბატონო რაღაცა შემთხვევაში უფრო მეტად გძნობდე, განიცდიდე და გსიამოვნებდეს, მაგრამ ერთი რამეა რომ მაგ დროს დიდ სურათშიც და შემდეგ უკვე ჯანსაღად, ბუნებრივად ძალიან დიდი პრობლემები გექნება, ამიტომ რა ვიცი ხა ანერი პათოსი და იმის გარეშე რომ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, როგორი სიამოვნებაც არ უნდა თანსდევდეს რომელიმე ნარკოტიკს, ეს არის ძალიან დროებითი და საბოლოო ჯამში ძალიან გაზიანებთ და ძალიან ცუდი შედეგების მომტანია საკუთარ თავზე გამომიცდია, აქედან გამომდინარე გეუბნებით რა. წინვალე იყო. კიდე და მე ერთი რამ მინდა დავამატო კიდე, ну პრინციპში არა, თქვენ აი როგორ გითხრათ, უკომენტაროთ, შესანიშნავად აღწერეთ ეს მდგომარეობა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი. ახლა თქვენ კარგად თქვით, რომ დაამატეთ, რომ არანაირ პოპულარიზაციას არ უწევთ. ნამდვილად, აი აბსოლუტურად, აი როგორ გითხრათ, დასაბუთებულად და არგუმენტულად აღწერეთ ეს მდგომარეობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არც ერთი ნარკოტიკი სექსუალურ ცხოვრების ხარისხს არ ამაღლებს საბოლოო ჯამში. ეხლა მე მყავდა პაციენტი, რომელიც მოვიდა ჩემთან ახლო და მითხრა, რომ ერთ-ერთი ნარკოტიკი მიიღო და კინო რუსთავებში სეანსის დროს პირდაპირ რიგების შორის დაამყარა თავის პარტნიორთან სექსუალური კონტაქტი და აი თურმე რა მაგარია. არაფერი არ მიშვიდა ხელს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა უკვე როგორ გითხრათ, 40 წელსაც არ არის და მძიმე ფორმის ერექციული დისფუნქცია აქვს. მოდით ერექციულ დისფუნქციაზეც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე ხა ამასთანაც არის შეხებაში, რაზეც ვისაუბროთ დამოკიდებულებებზე, მაგრამ არის კიდე სხვა განმაპირობებელი, თქვათ, მიზეზები და თან ასაკსაც აქ დიდი მნიშვნელობა. მოდი ვისაუბროთ, აი, თქვათ, 20-დან 30 წლამდე რა გამოწვევებია ამ კუთხით, ერექციული დისფუნქციის კუთხით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მხოლოდ დრაგებთან არ არის კავშირში, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, შეიძლება ტრავმასთან იყოს და ასე შემდეგ, შეიძლება აღზრდასთანაც იყოს, რომელიც თავის დროზე თითქოს არაფერი, მაგრამ მერე სადღაც ამოხეთქა. მოკლედ, აი 20-დან 30 წლამდე, 30-დან 40 წლამდე, 40-დან 50 წლამდე, 50 პლუს. აი რა გამოწვევები აქვს ერექციული დისფუნქციის კუთხით ამ დროს მამაკაცს? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს უკვე არანაირი ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს ერექციული დისფუნქციის განვითარების, შეიძლება განვითარდეს 20 წლის ასაკშიც და 20 წლამდეც. ანუ პრაქტიკულად არანაირი ასაკობრივი ცენზი ამ დაავადებას აღარ აქვს. 20-დან 30 წლამდე უფრო ხშირი, ну გარდა იმისა, რომ თქვენ ახსენეთ დრაგები, აქ იყო შეიძლება პირველ რიგში ეს არის ფსიქოლოგიური მიზეზები, ანუ ფსიქოლოგიური ერექციული დისფუნქცია. საერთოდ იცით რა არის, თავიდან, როცა აი ну ყველაზე ესეთი მსხვილი, ასე ვთქვათ, სექსოლოგები იყვნენ Masters and Johnson, ორი ფსიქიატრი, სექსოლოგი, რომლებიც მუშაობდნენ ამ პრობლემაზე. ანუ 60-იან წლებში ითვლებოდა, რომ ჯერ წამყვანი არის ფსიქოლოგიური მიზეზი და შემდეგ ორგანული მიზეზი. შემდეგ 90-იან წლებში და 2000-იანების პირველ ნახევარში უკვე პირიქით კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ფსიქოლოგიური მიზეზი არის 20-22% და 78-80% არის ორგანული. დღევანდელ დღეს ფსიქოლოგიური მიზეზი ისევ იწევს ზემოთ, სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველ რიგში ეს არის არასწორი აღზრდა, მენტალური აღზრდა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები, რაც იწვევს ერექციულ დისფუნქციას ნაადრევ ასაკში. ეხლა 20 წლის ბიჭისთვის ერექციული დისფუნქცია ეს ძალიან ნაადრევი ასაკი. და აქ ისევ და ისევ შევეხები, აი ზუსტად სექსუალურ სქესობრივ აღზრდას, როცა ყმაწვილი იზრდება ან
როგორ გითხრათ, ზედმეტად მკაცრო ოჯახში, არის უამრავი მენტალური შეზღუდვები, მიიღო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრავმა მასტურბაციის დროს მშობლებისგან. მე მაგალითად მქონდა ასეთი შემთხვევა, 14 წლის მოზარდი, მშობლებმა მიუსწრეს. არ ვიცი ხა მამამ თუ დედამ მიუსწრეს მასტურბაციის აქტის დროს. და დასაჯეს როგორ თელი ღამე ბავშვმა გაატარა მუხლებზე დაჩუქილმა წინასწარ დაყარეს ბრინჯი და ბრინჯზე დააყენეს მუხლები დაჩუქილ. რო უფრო მტკივნეული ყოფილიყო, ხო? ეს არის სადიზმი, ხო? ეხლა აქედან რომელ ჯანსაღ სქესობრივ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ სამომავლოდ? და პირველ რიგში ფსიქოლოგიური სადიზმია ეს. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ორივე ერთად. აქ შეიძლება უკვე მივიღოთ სამომავლოდ უკეთეს შემთხვევაში, უფრო სუბუქ შემთხვევაში სექსუალური პრობლემებით, ანუ ერექციული დისფუნქციის პრობლემებით და კომპლექსებით შეპყრობილი ადამიანი, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ მოძალადე და სერიული მკვლელიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები, პორნო დამოკიდებულება, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მშობლებს მოყავთ ყმაწვილები, 18-19-20 წლის და მეუბნები რომ სექსუალური ცხოვრება, მამა მეუბნება რომ სექსუალური ცხოვრება საერთოდ არ ინტერესებს, ვაძლევ ფულს და მეუბნები შიო, წადი. არ გადის სახლიდან თელი დღე ზის კომპიუტერთან. ესეც უნდა დავამახსოვრო, აუცილებლად როცა მშობელი არის ინიციატორი იმისი, რომ წახვიდე და თქვათ შენ ვიღაცასთან სექსი ქონეს. ესეც აღზრდასთან დაკავშირებულია, აღზრდასაც აუცილებლად შევეხებით, უბრალოდ ჯერ კიდევ ცოტა ხანი დავრჩეთ ასაკობრივ ამბავთან და თქვათ 20-დან 30 წლამდე გასაგებია ძალიან ადრევია. დრაგები, რომელიც თქვენ ახსენეთ, 30-დან 40 წლამდე და კიდე რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. იმიტომ რომ დღეს ამ დაავადებით არის შეპყრობილი ნებისმიერ ასაკის წარმომადგენელი, სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია. 30-დან 40 წლამდე აქ უკვე ჩაერთვება ორგანული მიზეზებიც, ანუ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც არის წამყვანი მიზეზი ორგანული ერექციული დისფუნქციის ჩამოყალიბებაში, ფსიქოლოგიური მიზეზები, რა თქმა უნდა, ისევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პოსტ უკვე ეფექტი, დაგვიანებული ეფექტი, რაც იწვევს ერექციულ დისფუნქციას. 40 და 50 პლუს უკვე აქ უკვე არის რა, აქ უკვე ხშირად არის სხვადასხვა ორგანული დაავადებები. პირველში შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, იქ ნევროლოგიური დაავადებები, და რა თქმა უნდა, 40-დან 50 რა თქმა უნდა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა. სისხლის მიმოქცევის დარღვევა არის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ერექციული დისფუნქციის განვითარების. და ასევე ძალიან გავრცელებული ფსიქოლოგიური მიზეზი, რაც მინდა თქვა, განსაკუთრებით, ეხლა ეს ერთ-ერთი ჩემი ნაშრომის თემაც იყო, ეს არის წარუმატებლობის მოლოდინის სინდრომი. და როდესაც თქვენ ახსენეთ რა სიტუაცია, როცა თქვენ თვითონ მოყევით, როდესაც მამაკაცი მოიხმარს სიტყვაზე დრაგებს, ხო? ანუ იმ ეიფორიულ მდგომარეობაში მშვენივრად გრძნობს თავს, მაგრამ გაცილებით უარესად არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ხო, ფხიზელ მდგომარეობაში. შეიძლება ფხიზელ მდგომარეობაში განიცადოს ფიასკო. სექსუალური ფიასკო. ანუ, ასეა თუ ისეა, სექსუალური კონტაქტი ვერ შედგეს ისე, როგორც მას უნდა, ან ვერ შედგეს საერთოდ. ასეთ შემთხვევაში მამაკაცის ღონებაში ყალიბდება შიში. შემდეგთან რომ აქ კონტაქტი, ამავე პარტნიორთან, სხვა პარტნიორთან, ეწყება შიში, რომ ვაიმე გამომივა, თუ არა და თუ გამომივა, როგორ გამომივა. მაგას ეძახიან წარუმატებლობის მოლოდინის სინდრომს. მაგ დროს ჩათვალეთ, რომ ერექციული დისფუნქცია გარანტირებულია. ეგ არის მთავარი, რა თქმა უნდა თქვა, თუ ძალიან ბევრ ღვინოს დალევან, ძალიან ბევრ სასმელს დალევ, რა თქმა უნდა, ელემენტარულად შეიძლება გადაღლილი იყოს ადამიანი. გამოფიტული იყო რა. და მაგ დროს მოხდეს ეგ. მაგრამ თუ წარუმატებლობის აკვიატებული აზრი იწყება, რომ ვაიმე გამომივა, არ გამომივა. ამერიკელები ამას ეძახიან FSF, Fear Sexual Failure. Yes. და ამაზე არის მიბმული ალბათ ისიც, რომ კიდე რაც შეეხება არასწორ მოლოდინებს რა. ამ თემასაც ვინმე შევეხოთ პრინციპში. ოღონდ აქედან შორსაც არ მინდა წავიდეთ, იმიტომ რომ 50 წლის ზემოთ რა არის. ანუ მაგალითისთვის, მოდი სანამ იმ თემას შევეხები, ესე ვთქვათ, 50 პლუს. როდის არის ინდივიდუალურია მესმის, ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ გააჩნია როგორი ცხოვრების წესი ცხოვრობს, გააჩნია სადღაც გენეტიკასაც ალბათ გააჩნია, ბევრ რაღაცას გააჩნია. მაგრამ მაინც რომ რა ასაკი ითვლება, როდესაც უკვე ნელ-ნელა, თქვათ, შეიძლება ადამიანს, რომელსაც გარკვეულწილად რაღაცა დისფუნქცია დაიწყო, უკვე ითვლება, რომ ნორმა. ასაკობრივი ცვლილება არა, ნორმა, როგორ ნორმა რა, ანუ მაგრამ როდიდან
არის როდიდან შეიძლება ადამიანს არ ეგონოს რომ რაღაცა საშინელ იმაშია რა ქვია ნუ ხო ახლა 45-50-დან ზემოთ უკვე შეიძლება რა თქმა უნდა ხა განსხვავება 20 წელიწადთან შორის ძალიან დიდი არის იმიტომ რომ გორმონალური ბალანსი იცვლება ელემენტარულად რო ვთქვათ მაგრამ ყველაფერი არის კიდევ ერთხელ ვიმეორ დამოკიდებული ჯერ ესეთი ეს არის ინდივიდუა და მეორე როგორ შეინახავს საკუთარ თავს აი ხა ელემენტარულად ხა თქვენ ნუ სახიობი რა თქმა უნდა ელემენტარულად ხო გაქვთ ნახი ფილმი ტერმინატორი 2 კი ხო შვარცენეგერი და ჯონ კონორი ეს პატარა ბავშვი კი ბატონო ხო დღეს არნოლდ შვარცენეგერი 78 წლის ის არის 45 წლის მაგრამ ეს გაცილებით უკეთეს ფორმაში არის ვიდრე ის იმას უკვე პრაქტიკულად არც აინტერესებს იმიტომ რომ მასთან ახლა მე მასზე ბევრი წამიკითხავს და არც აინტერესებს არანაირი სიახლოვე ქალთან ხო არა ბევრი რამე ფსიქოლოგიურთანაც არის კავშირში რა თქმა უნდა და როგორ შეინახავ მართლა თავს ყვება ყველაფერი ერთად ყვება ჯანსაღი ცხოვრება და მოლოდინებთან დაკავშირებით აი კიდე ერთ-ერთი პრობლემა რაც არის რომ თუნდაც მიბმული გინდა პორნოზე და არა მარტო პორნოზე ფილმებზეც შეიძლება ეროტიკა იყოს შეიძლება საერთოდ ეროტიკაც არ იყოს მაგრამ ძალიან ლაითად ფილმში სადღაც ყოველთვის ხო ადამიანს და კიდე სხვათა შორის აი ეს თქვენ ახლა კარგად ბოდიში რო გაწყვეტინებთ თვითონ პორნოზე დამოკიდებულება შეიძლება გახდეს ერექციული დისფუნქციის აი მაგას ვიძახი როდესაც შენი მოლოდინი არის რომ კაცის ისეთი ხატი გაქვს რომ აი ეს არის სტანდარტი როდესაც ბევრი რამე არის აქტის სტანდარტი რომელიც პორნოში გრძელდება საათი საათნახევარი 2 საათი და პლუს გენიტალიების ზომები და ახლა მოთხოვნა რო არის ეგეთი მე უკვე და მე ეგეთი რატო არა ვარ კი ბატონო აი მაგალითად ერთხელ ყვებოდა ერთ-ერთი როგორც ელემენტარად რო ვთქვა სათამაშოები ბარბი და კენი ანუ უნდა იყო ეგ აი რაც ბარბი და კენი სტანდარტად რო ითვლებოდა და მე ყველას კომპლექსი ქონა რომ თუ ბარბი არ იყავიან კენი არ იყავი ესე იგი რაღაცა შენშია პრობლემა და ასე შემდეგ ზუსტად იგივეა იმიტომ რომ ხო ერთ-ერთი ყვებოდა სხვათა შორის ესეთი ერთ-ერთი პორნოსტარი ყვებოდა რაღაცა ძალიან ისეთი საინტერესო პროექტი ქონდა სადაც არა მარტო პორნოსტარებს არამედ სხვადასხვა ადამიანები მოდიოდნენ და საკმაოდ ისეთი გულწრფელი საუბრები იყო ხოლმე რა. და აი მან თქვა ერთ-ერთმა არ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ ეგეთი რამე თქვა, რომ მომწერაო ერთ-ერთმა მსახიობმა, რომელზეც ბავშვობიდანვე გიждდებოდიო, ამბობს ამას ქალი პორნოსტარი. და ნუ რაღაცა დეითი შეხვდნენ ერთმანეთს და ისე ნერვიულობდა ეს კაცი, ხა წარმოიდგინე ის მსახიობის თავის არც პატარა ბიჭი იყო არაფერი, ანუ მასაც რამდენი გამოცდილება ჰქონდა და როგორც ის ეგო და ასე შემდეგ. მაგრამ მასთან ისეთი ის იყო შეშინებული, დასტრესილი თითქოს და აი ბოლოს უბრალოდ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ნუ კაი თუ ეს ახლა არ ვინერვიულობ თუ რაღაცა, იმიტომ რომ ეხლა ამას ნანახი ყავს ის ალბათ ისეთ და ფიქრობს რომ იმის მერე ეს ვერ გაამართლებს მოლოდინებს, იმიტომ რომ ეს არის სტანდარტი რა და ანუ რაღაცნაირად ეს ბევრ ადამიანში აჩენს აი ამ პრობლემას რომ მოლოდინი რომ აი სუპერმენი თუ არ ხარ, ესე იგი ფაქტიურად ბრაკი ხარ და არ არის ეგრე. ხო, ინდივიდუალურია ძალიან და თან კიდე ბევრი რამე იქ არის გადაჭარბებით და ასე შემდეგ. და აი ამ სქესობრივ აღზრდაში ეგეც არის ნახსენები რომ არ არსებობს სტანდარტი. ძალიან ბევრი რამე ინდივიდუალურია, მათ შორის პარტნიორთანაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთთან რომ შეეწყო, მეორესთან შეიძლება ვერ შეეწყო. და არ არის ეგ ტრაგედია, არ შეშინდეთ და ერექციული დისფუნქციის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის ზემოთ ნახსენები ფიმუსი. იმიტომ რომ აი იცით რა არის ხა აი როგორ გითხრათ მე არაერთი ზრდასრული მამაკაცი მინახავს, რომელსაც აქვს ეგ პრობლემა. ანუ ჩუჩის გადაწევის ან სრულიად არ გადადის, ან გადადის ძალიან მძიმედ, ანუ ნაწილობრივი ფიმუსი და ასეთ შემთხვევაში მამაკაცს აქვს ან ტკივილი, ან დისკომფორტი სექსუალური კონტაქტის დროს. და ნებისმიერ დისკომფორტი სექსუალური კონტაქტის დროს იწვევს ერექციულ დისფუნქციას. და მოგვარების გზები, აი როგორ შეიძლება ფიმუსიც და ზოგადად თქვათ ერექციული დისფუნქციის დროს რა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, გასაგები რომ ექიმთან ყველა პონჩი უნდა მიხიდე, მაგრამ აი რა რეკომენდაციები შეგიძლიათ ერექციული დისფუნქციის კურნალობა? ხო, ნუ ერექციული დისფუნქციის კურნალობის მეთოდები სხვადასხვა არსებობს მედიკამენტოზური, ანუ მე მაგალითად ვიყენებ ფსიქოთერაპია, მედიკამენტოზური თერაპია და ფიზიოთერაპია. აი მედიკამენტოზური თერაპიის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ნაირსახეობა, ეროგრა, ძალიან ეფექტური პრეპარატი, რომელიც აქტიურად გამოიყენება სექს თერაპიის დროს. სექსუალური თერაპიის დროს. ანუ როცა არის ან ერექციის არასრული ერექცია, ან არამდგრადი ერექცია, ერექციის არარსებობის დროს ძალიან ეფექტური არის ეს
და ამისი გვერდითი ჩვენებები რა არის? ამისი გვერდითი ჩვენებები ეს არის სწორად უნდა მოიხმარო, ხო, ექიმის რეკომენდაციით და რეკომენდაციით, იმიტომ რომ პირველ რიგში კარდიოლოგის კონსულტაცია არის საჭირო, იმიტომ პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ნიტრატებს, მაგათთვის ეგ აკრძალული არის, ასევე სიფრთხილით უნდა მოიხმარონ პაციენტებმა, რომელსაც აქვს ჰიპერტონული დაავადება. კი, რა თქმა უნდა, ხა ექიმის კონსულტაციის გარეშე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგადად ერექციული დისფუნქციის კურნალობაში ძალიან ეფექტური. მოდი ამ პრეპარატზეც და ამ დაგვარი სტილის პრეპარატებზეც ვისაუბროთ ზოგადად რა, პირველ რიგში რა შეიცავს, რა არის ეს? იმიტომ რომ ესეთი სხვადასხვა დასახელებებით არსებობს. მათი გამარტიანებელი დასახელება რა? სილდენაფილი. როგორი? სილდენაფილი. მოდი ისიც ვთქვათ, რა შრება ეს? ანუ რა პროცესი ხდება ადამიანში, რითიც ეს ეხმარება ერექციას? ესე იგი, პატარა ისტორიულ გადასვლას გავაკეთებ, ესე იგი, როგორ შეიქმნა ეგ პრეპარატი. 80-იანი წლების ბოლოს კომპანია Pfizer-ი აპირებდა მიიღოთ ახალი პრეპარატი, რომელიც ეფექტური იქნებოდა ჰიპერტონული დაავადების და სტენოკარდიის კურნალობაში. კვლევები დაიწყო დაახლოებით 1986 წელს. და 90-იანი წლების დასაწყისში იყო მიღებული პირველი შედეგები. ანუ რა, კვლევები ტარდებოდა დიდ ბრიტანეთში, ასე არის, კლასის nombერი ეგეთი ოლქი უელსი. მან არის პატარა ქალაქი სუონსი, რომელიც არის მაღაროებლების სუონსი, ხო. კი. და მან როგორი მომენტია ახლა, როცა მდინარეობს პრეპარატის შემუშავება, ბოლო ეტაპი, კვლევების ბოლო ეტაპი ტარდება მოხალისეებზე, ადამიანის მოხალისეებზე. და ეს მოხალისეები იყვნენ მაღაროებლები და რა თქმა უნდა, ახლა თვითონ ეს ჯგუფი მეცნიერების, რომელიც მუშაობს ამ პრეპარატზე, პერიოდულად ჰქონდათ შეხვედრები მოხალისეებთან და ყველა აღნიშნავდა, რომ არანაირი ცვლილებები გულსიზრათა სისტემის მხრივ მაგათ არ ჰქონდათ, მაგრამ ყველას ჰქონდა მყარი და მდგრადი ერექცია და სექსუალური კონტაქტების სიხშირე მოემატათ ოჯახებში. რა თქმა უნდა, მეცნიერებმა ამას მიაქციეს ყურადღება და დადგინდა, რომ სისხლის ნაკადი მიედინებოდა არა გულის მიმართულებით, არამედ პენისის მიმართულებით. რატო? ეგ უკვე ამის ახსნა არ შემიძლია. ანუ ეს იყო ასე ვთქვათ, თავიდან მეორად ეფექტს დაარქვეს. ეს იყო არა გულის მიმართულებით იყო, ანუ გულის კუნთი უნდა უფრო ძლიერად უნდა მარაგდებოდეს სისხლით ამ შემთხვევაში და წავიდა სხვაგან, წავიდა პენისის მიმართულებით და გამოიწვია მყარი და მდგრადი ერექცია მამაკაცებში. აქედან გამომდინარე, სილდენაფილმა მოახდინა ვერ გაამართლა, ასე ვთქვათ, მოლოდინები კარდიოლოგიაში, ჭეშმარიტი რევოლუცია მოახდინა სექსოლოგიაში. კარგი, და ინსტრუქცია მიღების სექსუალურ კონტაქტამდე 1 საათით ადრე. აი, მაინც რომ განმარტოთ, ანუ ადამიანებისთვის ეხა დარწმუნებული ვარ, მამაკაცისთვის, ვთქვათ, აფთიაქში შესვლა და ასეთი პრეპარატის შეძენა, ვით უმეტეს თუ გამყიდველი მანდილოსანია, შეიძლება, ან პირიქით შეიძლება ზოგს მამაკაცზე ღიმილს გამოიწვევს და ისიც, ხო, გექნება, აი, კიდევ ერთხელ, რასაც ვამბობდი პრეზერვატივზე, გარკვეულწილად, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს რიდი ქონდა იმისი, რომ რაღაცნაირად შესულიყო, მართლა იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტს ეცინებოდა, ან ირონიული ღიმილი ქონდა, ან რაღაცა. სპეციალურ ტრეინინგს გადიან, იმიტომ იყო ასეთი შემთხვევები, მოგიყვები და თავად გაგეცინებათ, შემოვიდა, დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცი და ითხოვა აი ამ ჯგუფის პრეპარატი და აფთიაქარი უსმეს ესე. და იმერო თქვა, ვაიმე რა ძვირიო, ბაბუ, სიამოვნება ფული ღირს. აბა როგორ გინდა ძმაო? რა მაგარი. ხო არა, ალბათ ეს ტრეინინგების მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ადამიანმა რაღაცა თავი არ, იმიტომ რომ დაიწყუნოს და შემოჭრიოთ არ იგრძნოს და თამამად მოიქოს. შემდეგ რაიმე პრობლემა არ გაუჩნდეს. რაღაც პრინციპში ჩვენ რაღაცა სტერეოტიპებს უკვე შევეხეთ. არ ვიცი რამდენად დავანგრიეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობა ქონდა და შევეხეთ. რაღაცა სტერეოტიპივით არის კიდე ასე ვთქვათ, შეიძლება მითივით არის, რომ მამაკაცებს მოკლედ უფრო მეტად ან უფრო მეტად უნდათ სექსი, ან უფრო მეტად ყოველთვის ინიციატორები არიან, ან თუნდაც სტანდარტებით, აი მოლოდინის არასწორი მოლოდინებით რო ვახსენეთ მანამდე თქვათ მამაკაცების იგივე პორნოსთან მიმართებაში, ისედაც არის, რომ აი რაღაცნაირად ყველას უნდა, მამაკაცების უმეტესობას უნდა, რომ აი რაღაცა იყოს მაჩო, რომელიც, აი ისეთია, ხო, რაღაცა სტანდარტისკენ მიდრეკილება ყველას აქ, ანუ ნიშნავს თუ არა იმას, რომ აი სექსუალურად აქტიური ადამიანი და ასე ვთქვათ,
მაღალი სტანდარტების მქონე კაცი აუცილებლად განიზომება იმითი თქვათ რამდენად ბევრი პარტნიორი ყავს. აი მაგალითად რაღაცა კოლექციონერობა ზოგიერთი კაცისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი ერთი მეგობარი იყო, რომელიც ადრე რუსეთსა და უკრაინაში იყო, რაღაც პერიოდი აღმოსავლეთ ევროპაშიც და რაღაც კოლექციასავით ქონა, ანუ რაღაც ითვლიდა რა და ეს დადიოდა აი 504, 506 და ასე შემდეგ. და აი ამ ხრივაც რა სტერეოტიპები არსებობს, რომ აი ეს კაცი რომელიც ახლა თავის დროზე გახსოვთ ხო ის გივი სიხარულიძე რომ დადიოდა ხომ და რომ ამბობდა რომ აი ჩავედი 500 შვილი იქ გამყავს, 200 შვილი იქ გამყავს. ეს რაღაცა ქართველი კაცის ის იყოს, რომელიც გარკვეულწილად საბჭოთა კავშირის დროინდელმა სტერეოტიპებმა ცოტა იმასქნეს, რომ აი ქართველი კაცი ეს ყველაზე მოთხოვნადი, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მოსიყვარულე, რაღაცა სამხრეთ ამერიკელები პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქოს ჩვენ ვიყავით ჩვენი იმეებით რა. რამდენი სტერეოტიპი არის შექმნილი და ეს სტერეოტიპი როგორ გავლენას ახდენს მამაკაცების, თქვათ, მოლოდინებზე, მათ მენტალურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა შესაბამისად სექსუალურ ცხოვრებაზეც. პირდაპირ მინდა 27 მანეთად გადავფრინდებოდით ბიჭო, არაფერი. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აი ეგ სტერეოტიპებიც არის ერთ-ერთი ერექციული დისფუნქციის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპები მამაკაცებსაც twin-ში გამჯდარი და როცა ხედავენ რომ თვითონ აი ამ ასე ვთქვათ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მას ეწყება პანიკა და უვითარდება წარუმატებლობის მოლოდინის სინდრომი. რეალურად არანაირი სტერეოტიპი ამ კუთხით არ არსებობს. მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ასეთი ტერმინი სექსუალური კონსტიტუცია. სექსუალური კონსტიტუცია ეს არის ადამიანის ლიბიდოს ინდივიდუალური მონაცემები. ანუ შეიძლება იყოს ძლიერი სექსუალური კონსტიტუცია, როცა ადამიანს აქვს სექსუალური მოთხოვნილება ყოველ დღეში რამდენჯერმე. არის საშუალო სექსუალური კონსტიტუცია, როცა აი უნდა კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ კვირაში სამჯერ და არის სუსტი სექსუალური კონსტიტუცია, როცა უნდა, დღეში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ. არც ერთი ანომალიად არ ითვლება. ეს არის ინდივიდუალური სექსუალური მოთხოვნილება. თავარი არის, რომ სექსუალური კონტაქტის ხარისხი იყოს ნორმალური. ანუ იყოს სრული მდგრადი ერექცია და იყოს მიღებული ორგაზმი, იმიტომ რომ არსებობს ანორგაზმია, წაშლილი ორგაზმი, მტკივნეული ორგაზმი და ეკულაცია დროული, ანუ არა ნაადრევი, ან ადრეული, არსებობს ადრეული ეკულაცია და არსებობს ნაადრევი ეკულაცია. ანუ ადრეული ნიშნავს ეკულაციას, რომელიც ვითარდება სექსუალურ კონტაქტის დაწყებამდე და არის ნაადრევი ეკულაცია, რომელიც ვითარდება, უფრო ადრე, ძალიან სწრაფად. ანუ არის საშუალო, ასე ვთქვათ, ნორმა, სექსუალური კონტაქტი, რომელიც გრძელდება 3 წუთიდან და ზემოთ ითვლება ნორმად, იმის ქვემოთ უკვე ესე იგი ნიშნავს გარკვეულ სამედიცინო პრობლემებთან გვაქვს საქმე. ანუ 3 წუთიდან და ზემოთ. ეს საერთაშორისო სექსოლოგიური ასოციაციის მიღებული ნორმატივი არის. დანარჩენი, როგორ გითხრათ, არანაირი სტანდარტები არ არსებობს ამ კუთხით. ეხლა რაც ეხება წარმატებულ მამაკაცს და სექსუალურ პარტნიორების რაოდენობას. ახლა მამაკაცი ხართ თან ცნობილი პიროვნება ხართ და ალბათ გესმით რომ ძალიან ხშირად, აი როგორც მამაკაცი როგორც მეთევზე ძალიან ხშირად იტყვილება, რომ ეძახის 500 მეოთხე და ესეთი და ამხელა თევზი დავიჭი, რეალურად ეს ხო გესმით, ეხლა ეგ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ტრაბახი. კი, ხშირად. და დიდად უფრო აი თითქოს მამაკაცებშია ხოლმე ეს რა, ერთმანეთს. ეს დროებით საერთაშორისო დედობის სქესის წარმომადგენლებში გავცელდა ეგ. ხო. რაც უფრო მეტი პარტნიორი ყავდა, მით უფრო ძლიერი. ოკეი. და ის რომ აი როგორც ახსენეთ პარტნიორის რაოდენობა რომ იქ ამდენი მყავდა, იქ იმდენი მყავდა, იმდენი მყავდა, ერთის ხრივ ერთი შეიძლება იყოს ტრაბახი და მეორე, მე მართლა მინახია მამაკაცები, რომელსაც ყავთ, რამდენიმე ასეული სექსუალური პარტნიორი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ეს უკვე წარმატებული მამაკაცი კი არ არის, ეს უკვე არის ასევე ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ქვია სექსოგოლიზმი. ეგ ტერმინი არის ოფიციალურად მიღებული უკვე დაახლოებით 20 წელიწადია. მე მყავდა ასეთი პაციენტი, რომელსაც მითხრა, დღეს დილით ერთთან ვიყავიო, დღის შუადღისას მეორესთან და მესამეს საღამოს. და თან ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ზამთარი, ახლა რომ წარმოიდგინეთ თბილისის საცობები. ჯერ უნდა წამოხდეს ეს ერთხელ და ამყავს კონტაქტი, მე გავარდეს მეორესთან და მე მესამესთან. ვეკითხები, რა სიამოვნება მიიღებთ? მაგრამ ან უკვე სიამოვნება ანიჭებს არა თვითონ სექსუალური კონტაქტი, არამედ ეს ფაქტი, რომ რამდენიმე პარტნიორთან ვიყავ. ოკეი. ხო, რაღაცა საკუთარ თავის დამტკიცების ამბავია და შენთვისაც და სხვისთვისაც და ალბათ ეს უკვე არის სექსოგოლიზმი, როცა შენ უკვე მისდევ, როცა შენ გაინტერესებს არამედ სექსუალური კონტაქტი უშუალოდ, არამედ პარტნიორების რაოდენობა. და ეს უკვე განიჭებს
მეორად სიამოვნებას. და ისეთი შემთხვევებიც ხო არის, როდესაც რამდენი პარტნიორიც არ ნაყავდეთ, აი მუდმივად აუკმაყოფილებლობის განცდა როცა არის რა, გინდა. ასეთ შემთხვევაში ეს სექსუალიზმის დროს ეგ ვითარდება. კი ბატონო, იმიტომ რომ იცით რა არის, ეგ იმდენად მნიშვნელოვანი თემა, სხვათა შორის აი 12 ნაბიჯი, რომელიც ძირითადად უფრო აი ალკოგოლზე დამოკიდებულ ადამიანებით დაიწყო და შემდეგ უკვე სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ ადამიანებისთვის გაგრძელდა ეს 12 ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, აქაც არის სხვათა შორის, რომ იკრიბებიან ადამიანები, რომლების პირველი ნაბიჯის პრინციპში არის ის, რომ აღიარონ პრობლემა, რომ ეს ნამდვილად პრობლემა პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე სხვადასხვა ნაბიჯებია, ხო? და ემოციებზე დამოკიდებული ადამიანებისთვისაც ცალკე ჯგუფები არის და სექსზე დამოკიდებული ადამიანებისთვისაც ცალკე ჯგუფები არის, იმიტომ რომ დამოკიდებულებაა ეს ჩვეულებრივად, ხო? აქედან გამომდინარე, მე მაქვს მოსმენილი იმ ადამიანების ისტორიები, იმ კუთხით ჩემი მეგობარია ერთ-ერთი ეგეთი ჯგუფის, თავი კაცს რო ეძახიან რა, ამიტომ რაღაცეებს თავსაც ყვებოდა და ყოველთვის სხვათა შორის ძალიან ღია იყო და პირდაპირ ყოველთვის აღიარებდა, რომ ბოლო წლები რო არის დამოკიდებული ვარ და ძალიან აწუხებს ეს რა. ფილმიც არის შესანიშნავი, სადაც მაიკლ ფასბინდერი თამაშობს, გონი შეიმ ქვია თუ რა, არ მახსოვს რა ქვია, სადაც ასევე სექსოგოლიკსია ეს ფილმი გადაღებული, რა გამოწვევებთან არის კავშირში და რამდენ პრობლემას უქმნის მათ ცხოვრებაში. დევიდ კრონენბერგის ფილმი, სადაც არის ავტოკატასტროფა Crash, კი ბატონო, ძალიან მაგარი ფილმია და აი მათ კლასიკური სექსოგოლიკების ავარიის დროს რომ უნდათ და სხვადასხვა სიტუაციები და ხო, აი მანდაც ალბათ ბალანსის თემა არის და ბალანსის დაცვის ამბავია, იმიტომ რომ მე მესმის რაც ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს აღმაგზნები, მეორე ადამიანისთვის ეს ექსტრემალური იყოს, ხოლო შეიძლება პირიქითაც იყოს, ხო, ანუ არ ვიცით, მაგრამ ალბათ უფრო ხო, რაღაცა ბალანსის თემაა და როგორც ნებისმიერ ამაში დამოკიდებულება თუ იწვევს უკვე, მაგრამ აი თუ ეს ადამიანისთვის, აი რომელიმე ადამიანისთვის მაგალითად კომფორტული ზონა ის, რომ რავი, ორი პარტნიორი ყავდეს, ან თუნდაც დღეში 5, აი პარტნიორთან მიმართებაში როგორ არის, აი რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორი საერთოდ ადამიანის სექსუალური ცხოვრებისთვის. სწორად, აი რა არის თავარი კრიტერიუმები, რითიც პარტნიორთან შეეჭერა, რომ ჰარმონია იყოს. რა არის? ჰარმონია რო იყოს, მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ურთიერთობა. გულწრფელი ურთიერთობა და პარტნიორთან ურთიერთთანხმობა. ანუ შეიძლება იყოს, ახლა თქვენ ახსენეთ, რომ თუ ადამიანისთვის ეს კომფორტული ზონა არის. ხო. პრინციპში არ არის ეს პრობლემა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პარტნიორი ყავს. იმიტომ რომ თუ მისთვის ეს კომფორტული ზონა არის, და პარტნიორისთვის ეგ ნორმალურია, მაშინ არ არის პრობლემას ეგ არ წარმოადგენს. პრობლემა არის იმ შემთხვევაში თუ პარტნიორს აქ გარკვეული თუ პარტნიორისთვის თუ ეს მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში მან უკვე ურთიერთობა მათი ვერ დგება. მე ვარ მომხრე და ალბათ თქვენს ყველა ადამიანს უნდა ქონდეს თავისუფალი არჩევა. რა თქმა უნდა. ოღონდ არა სხვა ადამიანის ხარჯზე. Yes. ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. ამიტომ თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორი. პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის პარტნიორებს შორის ურთიერთობა. თუ ორივესთვის ეს არის, ის რაც ორივესთვის არის მისაღები, მესამე პირისთვის ეს მესამე პირის საქმე არ არის. საზოგადოების საქმე არ არის, თუ პარტნიორი თუ ორისთვის ეს არის მისაღები. თავარი არის ორივესთვის იყოს მისაღები, თუ არა, მაშინ უკვე ურთიერთობა ვერ დგება. იცით რა არის უბრალოდ ეს ამ თემას მას ვიზავ, ანუ ამოუწურავი თემაა და ეხა ამას უამრავი ოჯახი დანგრეულა, უამრავი წყვილი დაშორებულა ერთმანეთს, ხშირად იმის გამო, რომ უბრალოდ გულწრფელობის ნაკლებობა იყო. აი მაგალითისთვის შეიძლება თავისთავად პრობლემა არ ყოფილიყო, ერთს რო ეთქვა მეორესთვის მაგალითად, აი მე რა მომწონს, რა მახსნებს, რა მოქმედებს ჩემზე. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სუნი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ანუ ვიღაცა შეიძლება მოწონდეს სუნამორვასხია, შეიძლება მოწონდეს პირიქით ნატურალური სუნი, ანუ სხვადასხვა ფეტიშებიც ხო არსებობს, რა ადამიანებს რაღაც სხვადასხვა, ზოგს როლური თამაშები უყვარს ხო ხდება და 1000 რამეა, ამიტომ მე ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება ვერ შედგეს თქვათ და რაღაცნაირად შეთანხმდეთ იმაზე, რომ ხო შენ სხვა რამე მოგწონს, მე სხვა რამე. მაგ დროსაც არის რაღაც გამოსავლები, მაგრამ თავარია იყოს გულწრფელი საუბარი, რომ ურთიერთობა ისე არ დაინგრეს, რომ ამაზე საუბარიც კი არ შედგა. ანუ აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. საუბარი თუ შედგება გულწრფელი, ხო, მე გამოსავლის ნახვის შანსები 1000-ჯერ უფრო დიდია. ხოლო როდესაც საუბრის თავიც არ გაქვს, იმიტომ რომ გეშინია რომ ეს რაღაცა საშნელებას ამოფეხა და ეს რა უთხარი ადამიანს რომ ეგეთი სურვილი გაანდე,
ანგრევს ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს იტოვებს, მე მიდის და ცდილობს სხვასთან დაიკმაყოფილოს ისინი რა ქვია, თავისი თქვა მიდრეკილებები თუ რაც აღზნებს მას და ფეტიში და მე უკვე მიდის ურთიერთობის ის სტილია, როდესაც ხო, ანუ რაღაცა ეს ადამიანი იმისთვის რომ ბავშვები გაზარდოს და რაღაცა და აი სექსუალურ მოთხოვნილებებს მე უკვე დავიკმაყოფილებ სხვასთან. და სამწუხაროდ ძალიან ცუდად თავდება ხოლმე ეს. ნუ ერთ-ერთი სცენარი ეს არის და რავი, ალბათ გულწრფელ საუბარს არაფერი არ ჯობია, ხო, ერთმანეთის განკითხვისთვის ხო არ ვართ, არა წვილებია ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ ისეთები, როგორებიც ხართ. თუ რა თქმა უნდა ძალადობას არ ეხება კიდევ ერთხელ და გინდა ფსიქოლოგიურს, გინდა ფიზიკურს, ამიტომ გულწრფელობა და საუბარი ყოველთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ ყველაფერი არაწყობილი ურთიერთობაზე. აი, ერთ-ერთი სტერეოტიპი, მოდით ეს სტერეოტიპიც ამოწროთ, რატო ითვლება, რომ სექსოლოგთან ასე ვთქვათ, ურთიერთობა ან როგორც მასთან მისვლა და ასე ვთქვათ, აი ფსიქოლოგზეც იყო თავის დროს. გახსოვთ, ანუ ფსიქოლოგთან დადის რაღაცა ჭირს მაგ ოჯახს, გეუბნებოდი მარინა. ეგ ბავშვი რო ნორმალური არ იყო, თავიდანვე ვიცოდი. დაყავთ ფსიქოლოგთან, ვითომ დადიანი იქით, მიყავთ ფსიქოლოგთან, ჩემი ნაცნობის დეიდა ეგ და მითხრა. ბავშვს აქ ის სადიზდება რა. ანუ იმხელა იარლიყი გეწებებოდა შენ თუ ფსიქოლოგთან დადიხარ, რომ ლამი შეიძლება გიჟია სტატუსი ქონოდა რა. ხო, აი ეგ და სექსოლოგთან ამბავიც, აი მოდი ესე ვთქვათ, ჯერ კიდე რამე პროგრესი ამ კუთხით შეინიშნება, თუ ჯერ კიდე სირცხულად ითვლება, რომ სექსოლოგთან მიხვიდე. აქ დავამატებ ახლა როგორც ვენეროლოგი, როგორც ვენეროლოგთანაც მისვლა არის ძალიან დიდი სირცხვილი. დღესდღეობითაც ეს სტერეოტიპი დარჩენილია და არსებობს და სექსოლოგთანაც. ну იმიტომ რომ ესე იგი შენ გაქვს ამ კუთხით რაღაცა პრობლემა. ვენერიული რა დაგემართა, სადა იყიდე, არა და რეალურად მხოლოდ პროფილურმა სპეციალისტმა შეიძლება გაგიწვიოს ადეკვატური კონსულტაცია და ადეკვატურად მიიღო კვალიფიცირებული დახმარება. არა, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ და იცით რა არის, აი, ეხა პარტნიორის გამოძახილი, აი, მოდი ორ განხრიან კითხვას ვიტყვი. პირველი, რა საფრთხეა იმაში, რომ სექსოლოგთან ადამიანი არ მივიდეს, ოდესაც მას სჭირდება, რა რისკებთან არის ეს კავშირში და მეორე, თუნდაც დადებით ხარეზე ვისაუბროთ, თქვათ, სექსოლოგთან ურთიერთობა დაგეხმარება თუ არა იმაზე და საერთოდ წყვილებსაც შეუძლიათ თუ არა ერთად იარონ, სექსოლოგთან ურთიერთობა დაგეხმარება თუ არა იმაში, რომ წყვილთან როგორ დაიწყო ამაზე საუბარი. აი ჩვენ ახლა დიაგნოზივით დავსვით რომ ეს პრობლემა, მაგრამ მოდი რაღაცა პატარა რომ მინიშნებასავით უთხრათ ან იქნებ რაღაცით წავეხმაროთ ადამიანებს, ინდივიდუალურია მესმის, არ არსებობს ზოგადი რეცეპტი, მაგრამ როგორ შეიძლება პარტნიორთან ამ თემებზე თქვათ მიწოდება სწორი, ისე რომ არ დაიწყუნოს. ძალიან კარგად დასვით ეს შეკითხვა. მინდა გითხრათ რა, რომ მე როგორც ფსიქოსექსოლოგი ამ მუშაობ, მირჩევნია, როცა საქმე არის, როცა მამაკაც ყავს პარტნიორი, ვიმუშაო წყვილთან. ისე როგორც ქალი, როცა მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ აქვს ქმართან ან თავის პარტნიორთან გარკვეული სექსუალური პრობლემა, სექსუალური პრობლემა თუ არის წყვილში, ის გვარდება წყვილში. იმიტომ რომ ხშირად აი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ერთის არის მისაღები, მეორესთვის მისაღები არ არის, არ ეშინია გაუზიაროს თავის პარტნიორს ყველაზე მეტად რა აღზნებს მას, რა მოქმედებს მასზე, რა იწვევს მასში უფრო მეტ სიამოვნებას. განსაკუთრებით ქალებს ეხებათ ეგ. როცა ეშინიათ თავის მამაკაც პარტნიორთან აღიარონ რა უფრო იწვევს, რა უფრო აღზნებთ და რა უფრო ანიჭეთ უფრო მეტ სიამოვნებას. აქედან იწყება სექსუალური დისონანსი. და არის სექსუალური დისჰარმონია, მე როგორი პრობლემა არის, რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე ჯობია იმუშაო წყვილში. როცა მოდის ადამიანი, ჯერ უტარებ ტარდება რამდენიმე კონსულტაცია, პლუს რა თქმა უნდა მედიკამენტოზური თერაპია, მაგრამ ჩემთვის აუცილებელი ატრიბუტი არის წყვილის მოწვევა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი ბოლოსკენ ვართ უკვე, მაგრამ აი კაი რაღაცა ისეთი მაგალითი მინდა, თუნდაც წყვილი, რომელიც თქვენთან მოსულა, აი ამ საუბრების შემდეგ რაღაცა კონტრასტი მაცხოვრებაში. აი ესეთ რა არის ელემენტარულად და ცოტა როგორ გითხრათ, ცოტა მხიარული ეპიზოდიც იყო. ანუ ერთ ურჩევნოდა სექსუალური კონტაქტის დამყარება, ყველაზე მარტივი თქოს, მაგრამ არაფერი, ხო? ერთს ურჩევნოდა დილით სექსუალური კონტაქტის ჩატარება და მეორეს საღამოს. ამიტომ მქონდათ უთანხმოება. ანუ ერთი ძახდა, მე რო დილით ვაღვიძებენ ვარ საშივად აგრესიული, მეორეს კი საღამოს მეძინება. და იმას კი ამიტომ ვისაუბრეთ და დღის მეორე ნახევარში, როცა ასე ვთქვათ, ორივე ნეიტრალურ დროს, ხო? აი ზუსტად რა ხან ბოლოსკენ ვართ უბრალოდ რაღაცნაირად მაინც ამ ნოტაზე მინდა დავასრულოთ ოპტიმისტურზე, ну, ყოველ შემთხვევაში ჩემგან, რომ
ნახეთ, აი ხო თითქოს ელემენტარულია. ანუ დილით სექსი თუ ღამით სექსი. პირველ რიგში მათ რო ეს ერთმანეთს უთხრეს, ეს უკვე ძალიან კარგია. რომ პირდაპირ ღიად შეეძლო ადამიანს თქვა, რომ იცი რა არის მე დილით არ შემილია. ნუ მე საშინელი ხასიათი მაქვს პირველი 1 საათი ჩემი სული სანამ სხეულს შეუერთდება, ნუ ნახევრად ვარ ადამიანი, ნახევრად არა. აი სანამ ყავას არ დავლევ, არ ხო, რა, ყავა მჭირდება, რომ გონზე მოვიდე რა თქმა უნდა. არ მაქვს პრობლემა დილის სექსთან, მაგრამ უბრალოდ არ არის ჩემთვის პრიორიტეტი, ასე ვთქვათ რა. აი თითქოს ხო არაფერი, მაგრამ ორი ადამიანი ერთმანეთს გაუსაუბრა, მივიდნენ სექსოლოგთან და ძალიან მარტივად გადაწყდა ისეთი რამე, რაცაც შეიძლება ძალიან დიდ რამებში წაიყვანა სხვა ოჯახი. რა თქმა უნდა, შემდეგ ერთმანეთს კი იმას კი არ ეუნებიან, რომ ამის გამოა ჩხუბი. სხვადასხვა მიზეზები, ხან სამსახური, ხან ეს რატო გადარდა, ეს პატარ-პატარა გაღიზიანებები, რომლებიც გამომდინარეობს ერთი დიდი პრობლემიდან, რომელსაც საკუთარ თავში ინახავ. დიდი ოღონდ არა, იმიტომ რომ თვითონ პრობლემაა დიდი. არამედ ეს პრობლემა დიდდება იმის გამო, რომ შენ თვითონვე ამას ტაბუდადებულს ხდი, ინახავ, იგროვებ, განიცდი და შემდეგ უკვე ეს პრობლემა ხდება დიდი თორე. თავისთავად, არაფერი ამაში არ არის, რომ წყლულმა მონახოს გამოსავალი, რომ ისეთი, როდესაც შენც იქნები კარგად, მეც ვიქნები კარგად, ხო? ანუ ეგ და რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ნაკლებად ავყვეთ ფობიებს, მე მესმის რაღაც თაობათა ამბავიც არის, რაღაც გარკვეული თაობის ადამიანებს ეს ცოტა უფრო მათთვის შედარებით უფრო სენსიტიური თემა და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაღაცა ის მითი, რომ საბჭოთა კავშირში რომ სექსი არ არსებობდა, არის მითი. ან კარგადაც არსებობდა, საკმაოდ ღია, გააჩნია ქვეყნებს, რომ აქედან გამომდინარე, ეგ სხვათაშორის ბრძანა, ну ასე ვთქვათ, ну ის ქალბატონის რეალურად კულტურასთან ცოტა შორს იყო, მაგრამ კულტურის მინისტრი იყო ფურცევა და ტელეხიდი რო იყო და რო ამ ასე ვთქვათ სუბუქი დებატები რომ მიმდინარეობდა ამერიკული და საბჭოთა კავშირის მხარეებისგან, ამან ესე განაცხადა ვესერ სექსანიათ, რაც გახდა ასე ვთქვათ კი ბატონ, ლეგენდა. ანეკდოტურ გამოთქმად. და ხო, მოკლედ ეგ არის, არანაირად არ იფიქროთ, რომ არა იმის ჭურის დარიგება ან ასე შემდეგ, ამას გეუბნები, რასაც ჩემთავს ვეუბნებოდი, ან ეხლაც ვეუბნები მithქვავს, რასაც გულწრფელად პირველ რიგში საკუთარ თავისთვის დამისვოს კითხვები და რასაც გულწრფელად ვფიქრობ, იმას გეუბნებით და იმას გიზიარებთ, მეგობრებო. ყველა ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიყურებდით. საინტერესო იქნება თქვენი აზრი, თუ რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც შეურაცხყოფას არ ეხება და ასე შემდეგ. თქვენი არგუმენტირებული აზრი ან დამატებითი კითხვები თუ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ კომენტარების სექციაში დაწეროთ. ძალიან დიდი მადლობა. კაც კუთხეც იმისათვის, რომ ესეთ მნიშვნელოვან თემებზე მოგვეცე საუბარი. მე არ მაქვს ამაზე პრობლემა, რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კარგს ემსახურება და იმას, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მესიჯები, ასე ვთქვათ. და მათი ცხოვრების წესი უფრო უკეთესი გახდეს, ყოველ შემთხვევაში ნაკლები შიშები იყოს და მეტად და შემდეგ უკვე თითოეული ადამიანი ინდივიდია, რაც თვითონ მიაჩნია სწორად ის უნდა გააკეთოს, ჩვენ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რაც გარკვეული რჩევები და აქედან უკვე პროფესიონალური აზრი მოგაწოდოთ და ბოლოს ვიტყვი უბრალოდ იმ ადამიანებს განსაკუთრებით ეს თემა ყველას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულები იყავით, ან ზოგადად ალბათ დამოკიდებულები, მათ მინდა გითხრათ, რომ მეგობრებო, ანუ არ შეშინდეთ. არ იფიქროთ თუ რაღაცა თქვა წარუმატებლად იყო, როცა დრაგებს მოიხმარ პირდაპირ კავშირში ეს ამასთან. თითქოს ეს ყველა ვიცით, ვისაც ეს პრობლემა ქონია, მაგრამ რთულია რომ ყოველთვის მაინც მიხვდე რომ ამის ბრალია. ბევრ რაღაცას მე შენ თავში ეძებ, ბევრ რაღაც პრობლემას შენ თავში პოულობ, სადღაც გონია რომ ვახ, ეცე კი მე ვარ, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ბრაკი და მე არ შემილია და ჩემშია პრობლემა და შემდეგ კიდევ უფრო დამოკიდებული ხდები, კიდევ უფრო გაქცევას ეჩვევი და ცხოვრების სხვა სიტუაციებში სულ გაქცევას არჩევ. ამიტომ არ შეშინდეთ, ყველაფერი ხდება, არ არსებობს ესეთი რაღაცა სუპერ კაცი და სუპერ მამაკაცები და რა ვიცი, თქვენ თავს აპატიეთ რაღაცეები, თქვენ თავს მიუდექით გაგებით და როცა ნაღდია გზნობები და თუ მომინდომებთ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გადაჭრადია რა. ეს პრობლემები მოგვარებადია და ეს პრობლემები მხოლოდ დამოკიდებულ ადამიანებს აქვთ. ეს ზოგადად, რაც სამყარო არსებობს, ასეთ ამდაგვარი პრობლემები იყო და ხო, რა ვიყავით ძლიერად და რა ვიცი, შების გარეშე მაქსიმალურად. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ამ თემაზე საუბრობთ და მე რაც მესიამონა ის არის, რომ თქვენ ამ თემაზე არ საუბრობთ მხოლოდ როგორც პროფესიონალი, ანუ ძალიან გულწრფელი და გულით საუბრობთ და ამისათვის მადლობა, იმიტომ რომ ხანახან ადამიანებს გვესაჭიროება არა მხოლოდ პროფესიონალის აზრი, არამედ ის რომ დავინახოთ, რომ ამ პროფესიონალს მართლა განიცდის და მართლა უნდა რომ უკეთესობა იყოს. ამისთვის ძალიან დიდი როლი თქვენი თამაშეთ. წამყვანს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დიდი მადლობა.